მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. და მე წამყვანი ნანა ფალიანი შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას განათლების საძირკველი. ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტები საწყის ეტაპზე მომზადებულია სამხრეთ გერმანიის მუნიციპალური საბავშვო ბაღის დირექტორის ქალბატონ მაკა კანდელაკის უშუალო მონაწილეობით. ქალბატონი მაკა 35 წელია ცხოვრობს გერმანიაში. იქ მიღებული აქვს განათლების მეცნიერების მაგისტრის ხარისხი და აგრეთვე ვალდორფის პედაგოგის კვალიფიკაცია. ასევე ქალბატონ მაკას აქვს პროფესიული ორიენტაციის სემინარის ხელმძღვანელის გამოცდილება. ამავე დროს ის არის 5 შვილის და 6 შვილიშვილის ბებია. ჩვენი საზოგადოება ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის შემოკლებით ერსუს თხოვნით ქალბატონი მაკა გაგვიზიარებს ბავშვებთან პროფესიული მუშაობის უმდიდრეს მრავალწლიან გამოცდილებას და რაც უმთავრესია ჩვენი დღევანდელი განათლების რეფორმის მიმდინარეობისათვის სისტემურ ხედვას. სანამ პირველ შეკითხვას დავსვამდე, დაუბრუნდები ჩვენი რუბრიკის სახელწოდებას განათლების საძირკველი. ამ საძირკველად წარმოდგება სკოლამდელი აღზრდა განათლების საფეხური. ამ საძირკველს ფუნდამენტს უნდა დაეყრდნოს განათლების მთელი სისტემა და საბოლოოდ საზოგადოების და სახელმწიფოს მომავალი. გადავალ მაკასთან პირველი შეკითხვით, მოგესალმებით ქალბატონო მაკა და პირველი შეკითხვა გაჟღერდება შემდეგნაირად. რას წარმოადგენს დღეს განათლების სისტემის საძირკველი, სკოლამდელი აღზრდა განათლების საფეხური? რას ამბობენ ამის თემაზე დასავლური კვლევები, კერძოდ რომელი კვლევა და რა მიმართულებით, თუ შეიძლება რომ გაგვაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ თქვენს ეთერში ვარ და ცოტა დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ამ რთულ თემას უნდა შევეჭიდოთ, ხო? რა კვლევებიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ცოტათი მიმოხილვა გავაკეთოთ. რა კვლევები გვაქვს დღესდღეობით, აი აქტუალურ კვლევებიდან. ევროპული კვლევები. ევროპულ კვლევებზე ვლაპარაკობ, თუმცა მხოლოდ ევროპულ კვლევებზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ წირი კვლევები გვაქვს ჩვენ საქართველოში 2011 და 2012 წელში გვაქვს კვლევები სკოლამდელი ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით და სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით. და ცხადია, რომ დასავლეთში ხა ძალიან ბევრი კვლევა ამ მიმართულებით და აი ამ ბოლო ხანებში რა კვლევებსაც გავიცანი, რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდი ამ მხრივ, მით უფრო ძიმდებოდი რაღაც იმიტომ რომ არ იყო კარგი ინფორმაცია, არც მაჩვენებლები, მაგალითად ახალი კვლევა არის დიდ ბრიტანეთში ჩატარებული, სადაც გამოკითხეს დაწყებითი სკოლის მასწავლებლები სკოლაში მოსული ბავშვების სასკოლო მზაობის შესახებ. და დაწყებითი კლასების მასწავლებლების გამოკითხვა ტარდებოდა მშობლების გამოკითხვის პარალელურად და ესე გამოირკვა, რომ საერთოდ ერთმანეთს საწინააღმდეგო აღქმა აქვთ მშობლებს და დაწყებითების მასწავლებლებს. როცა მშობლებიდან 10 მშობლიდან 9 მშობელს გონია თავისი შვილი სკოლისთვის აბსოლუტურად მომწიფებული და მზად, ამ დროს დაწყებითების მასწავლებლებიდან 10 ბავშვიდან 3-4 ბავშვი არ მიაჩნიათ სკოლისთვის მომზადებული, ან სასკოლო მზაობა არ აქვს ბავშვებს. და რაღაც სხვადასხვა ფაქტების ჩამოთვლით, როგორც არის, რომ ბავშვები ისე მოდიან სკოლაში, რომ არ იციან დამოუკიდებელ ტუალეტში სიარული. რაღაც 1/4 ბავშვების მოდის საფენებით სკოლაში. ეს ევროპულ სკოლებს ეხება. დიდი ბრიტანეთის კვლევა. ხალიჩაზე გამართულად ვერ ჩდებიან. არ აქვთ წიგნის ფურცლის უნარი ჩვევა, ანუ ეს ჩვევა აქვთ და ეს ჩვევა, მაგრამ წიგნის ფურცლის ფურცლა არ აქვთ ჩვევაში. აი ესეთი საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც ჯერ კიდევ თქვა 20 წლის წინ არ იყო არავითარი პრობლემა, დღეს პრობლემატურია და ამას დავამატოთ
ესე იგი ემოციურ-სოციალური ნორმებიდან ბავშვების ქცევის გადახრა. იმდენად რომ ფაქტიურად მასწავლებლობა ისაც ყოველთვის რთული და საპასუხისმგებლო პროფესია იყო, მაგრამ დღესდღეობით არის უკიდურესად გართულებული. მე არ ვთვლი რომ საქართველოში სხვანაირად არის საქმე, ეხლა რაც გაგებული მაქვს. ბავშვები არიან ძალიან იმპულსიური, უკონტროლებადი, გაუწონასწორებლები და ამით თვითონ გაკვეთილის მსვლელობასაც დაწყებითი კლასებიდანვე ძალიან დიდი პრობლემები ექნება და მასწავლებლებს ძალიან დიდი პრობლემა ექნებათ ცოდნის გადაცემის პროცესში. ცხადია, როდესაც აი 3-4 ბავშვი როდესაც გირევს კლასს, ხო? რა ძნელია გაკვეთილის ჩატარება და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან არის გამრავლებული ასეთი ბავშვების რაოდენობა და პირიქით ახლა ნორმაში, რაც ჩვენ ნორმალურად და ნორმალურ ქცევად მიგვაჩნდა, ის უკვე არის უმცირესობაში. ანუ უკვე უნდა გავიგოთ რა არის დღევანდელი ნორმა, ხო? ეს იყო ეს დიდი ბრიტანეთის კვლევა, ასეთი. მერე ვურცბურგში იყო ესეთი განათლების, აი ხა წინა წელს განათლების სამინისტროს კონფერენცია და იქ ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორად ესეთი ძალიან ესეთი მძიმე კვლევის შედეგიც დადო, რომ ასეთი ბავშვების, ესე იგი სოციალურ-ემოციურად გაუწონასწორებელი ბავშვების განვითარებისთვის ხელშეწყობის მოთხოვნილება და საჭიროება არის რამდენიმე ასეული პროცენტით გაზრდილი ბოლო 10 წელიწადში. რამდენიმე ასეულით. ანუ ეს კი არ გაორმაგდა აი 400-500%-ით. და ეს განსაკუთრებით უბრალოდ უკვე კვლევებიც აჩვენებენ, რომ 2007 წლიდან აი რაც სმარტფონები შევიდა საბავშვო ოთახებში თუ ბავშვების ხელებში მოხვდა, მას შემდეგ ესეთი ნეგატიური განვითარება აქვს ბავშვის სკოლამდელ განათლებასაც და სასკოლო მზაობასაც. ჰანოვერის კვლევაც არსებობს ახალი, რომელიც ასევე ამ მიმართულებით მიდის და ასევე ეხმიანება ქართულ კვლევებს, მაშინდელ კვლევებს, რომ ეს აღქმა მშობლების არის სხვა და ამსდელ მასწავლებლების და სკოლის მასწავლებლების არის სხვა. აი ესეთი სურათი. არ ემთხვევა ესე იგი ეს. არ ემთხვევა შეხედულებები. ერთმანეთს შორდება ამათი შეხედულებები, ბავშვს რა სჭირდება. ანუ საიდან მომდინარეობს აი ეს ასეთი განხეთქილება და ასეთი რადიკალური ცვლილება? რა უნდა იყოს ამის მიზეზი? რომ შედეგობრივად მაჩვენებელი არის სხვა და მშობელი დარწმუნებულია, ანუ ეჩვენება, ილუზია აქვს რაღაცა სხვა მოცემულობის. რა განაპირობებს ამას? მშობლებს ძალიან უჭირთ ახლა აი ამ ჩვენ ციფრულ ეპოქაში ძალიან უჭირთ. არის ზღვა ინფორმაცია, როგორ უნდა გაზარდო ბავშვი, როგორ უნდა აღზარდო, როგორ განათლება და მისცე. ანუ ზღვა ინფორმაცია, ესეთი ზღვა ინფორმაცია, რომ თუ მშობელს არ აქვს ორიენტირი და ეს ორიენტირი არის განსაზღვრული ფასეულობებით, რაც მას ასევე თავისი მშობლები და ოჯახიდან მოყვება. ამ ორიენტირის გარეშე ეს ზღვა აღრჩობს ამ მშობელს. ანუ სრულად თავს უბნევს იქით მიწავიდეს, აქეთ წავიდეს, ხან იქით მიდის, ხან აქეთ მიდის. თან ისეთი ცხოვრება დაიწყო და ისე არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომ ბავშვთან ურთიერთობაც აღარ ხერხდება ისეთი ინტენსიურობით, ანუ აღქმა ბავშვისაც აღარ არის და ეს მშობლები, რომლებიც ეხლა საბავშვო ბაღში, რომლებსაც მოჰყავთ საბავშვო ბაღში ეს თავისი შვილები, ესენი არიან თვითონ უკვე იმ ეპოქის შვილები, სადაც ინტერნეტმა, ცხოვრების რიტმის აჩქარებამ, შედეგზე ორიენტირებამ, ამ პროფიტულმა აზროვნებამ რაღაცა წამყვანი როლი მიიღო. ეხლა იგივე ამ ქართულ კვლევებს რომ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მშობლები არიან შედეგზე ორიენტირებული. აი მშობლები არიან აი შედეგზე ორიენტირებული ბავშვა
უნდა იცოდეს, რა ვიცი, ალბათ უკვე პირველ კლასში ესე უნდა მივიდეს, რომ წერა-კითხვა მაინც უნდა იცოდეს, ცოტა ანგარიში უნდა შეეძლოს, ხო? და მე უნდა რაც შეიძლება აკადემიზირებულად უნდა მოხდეს მისი განათლება, წარმატებულად უნდა დაამთავროს, წარმატებულად აუცილებლად მე უნივერსიტეტში და უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლოს და ისიც წარმატებულად დაამთავროს, რომ შედეგი დაიდოს რა, რომ კონდეს საშუალება კარგი წარმატებული კარიერის და წარმატებული კარიერა რა თქმა უნდა ფინანსებთან არის დაკავშირებული. რას ნიშნავს წარმატებული კარიერა დღესდღეობით, რომ ისეთ სამსახურში ხარ, სადაც ისეთ კარგი ხელფასი გეძლევა. კარგი ხელფასი ახლა სხვადასხვა ადამიანისთვის ალბათ სხვადასხვა სიმაღლეზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის შედეგზე ორიენტირებული. და ეხლა ეს შედეგზე ორიენტირებული მშობლები ხო თავისი შვილებისთვის ცუდი არავის არ უნდა. ყველას უნდა რომ ესეთი წარმატებული ბავშვი ყავდეს, არ უჭირდეს, ეს კარიერა გააკეთოს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველა ფიქრობს ამ თავის შვილზე, რომ აი ეს ბავშვი ესეთი იყოს. ამ დროს ისე რომ დაუბრუნდით დასავლეთის კვლევაში, შპიგელში შელის კვლევა გამოქვეყნდა. შელის კვლევა არის, ყოველ წელიწადს ტარდება და ბავშვებს და ახალგაზრდებს ძალიან ბევრ ბავშვთან და ახალგაზრდასთან და ათასობით გამოკითხვა მიდის, თუ რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში. აი რა პროფესიის უნდა რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში. და ეს იყო მე-19 კვლევა ახლა, შარშან, ხო? და შპიგელმა გამოაქვეყნა ასეთი სათაურით ეს სტატია. რაც მთავარია მდიდარი. და ბავშვების და ახალგაზრდების მოზარდების დიდი პროცენტი უკვე ძალიან აშკარად გამოჩნდა. გასამკეცებულია მათი მიზანი, რომ კონდეთ კარგი ხელფასიანი სამსახური, რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვით, ანუ ეს 40-საათიანი და 5 დღიანი სამუშაო კი არა, არამედ აი 4 დღე სამუშაო და ისიც როგორ თქვა ახლა ბიურო. ახლა სხვა სამუშაო რატო? ეს აი ესეთი მიზანი, რაც თავარია მდიდარი და კიდე არის ისეთი ცოტათი დამამწუხრებელი ფაქტების თელი წყება, მაგრამ აი რაც თავარია მართლაც რაც მინდოდა მეთქვა ეს არის რა მოიტანა ამ შედეგზე ორიენტირებული მშობლების გაზრდილმა თაობამ და თვითონ ეს მშობლებიც რაღაცა მომენტიდან როგორც ჩვენ თქვი, ხო? რაღაცა მომენტიდან უცებ გადავიდნენ ამ რელსებზე რა მოხდა? რაღაცა ღირებულების ცვლილება მოხდა რაღაც მომენტში. ანუ აი ჩვენს თაობაში, ხო? ეხლა ჩვენ კი საბჭოთა თაობა ვართ და ალბათ ეხლა სხვა გზებით ვიარეთ, ვიდე თქვა დასავლეთმა, მაგრამ ჩვენს თაობაში, როდესაც მე მინდოდა ფილოლოგი გამხდარიყავ, მაგალითად, ხო? და მესწავლა ფილოლოგიურზე, არ გამჩნია თავში აზრად, რომ ფილოლოგი იმიტომ და გავხდე, რომ მე გავხდე რაღაცა, არ ვიცი, კარიერული სვლა გავაკეთე და მე ვიყო წარმატებული, მქონდეს კარგი შემოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს თავში აზრადაც არ მომივიდა და არც 17 წლის ასაკში, არც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, როდესაც მართლა ფილოლოგიურზე სწავლობდი და რა ვიცი, დიდხანს აი დღემდე ეს ღირებულება არ არის იმდენად რა თქმა უნდა ცხოვრება მასწავლა რომ აუცილებელი ამასაც მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ ამ ღირებულებით არ წარმართე ჩემი ცხოვრებისეული სვლა. და რა მომენტში შეცვალა ჩემი აზრით ესეც იმ ინტერნეტის შემოსვლით, იმ დაჩქარებული ტემპით, იმ ზღვა ინფორმაციით, იმ იდეალებით, რაც დაგვისახა გლობალურად, ანუ ამ გლობალურად დაგვისახა ამ ინტერნეტმა, ხო? ანუ სადაც არ ჩავიხარ სოციალურ მედიებში იქნებოდ რაღაცა, აი წარმატებული ასეთი, ისეთი და სწრაფად მიღწევადი. ხო, სწრაფად მიღწევადი, ინფორმაციის სწრაფად მიღება.
მაგრამ ჩვენ დაუბრუნდებით მშობლების თემას. ახლა პირველ რიგში ძალიან საინტერესოა, რა ჭირდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც მოდიან ოჯახებიდან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, ადრეულ სკოლამდელ ასაკში. მათ რა ჭირდებათ, რომ დახვდეთ ამ დაწესებულებაში, რომელიც არის განათლების ფუნდამენტი, აღზრდა განათლების, ასე ვთქვათ, მოდი, ფუნდამენტი. რა ჭირდებათ მათ, რომ დახვდეთ იქ, დაუბრუნდეთ ბავშვს ახლა ისევ და ეს შეკითხვა არის ალბათ აქტუალური, რით იწყება მათი შემხვედრი განათლება, რით დახვდება მათ ასეთ ბავშვებს უკვე ამ თაობებს. ბავშვებს ჭირდებათ პირველ რიგში მშობლები. კი დაუბრუნდით, მაგრამ მაინც იქვართ. მაინც იქვართ. იმიტომ რომ სწორად უნდა წამოვიდნენ ამას. ოჯახი არის გადამწყვეტი. 2015 წელს გერმანიის მთელი მასშტაბით ჩატარდა ესეთი კვლევა, რომ კვალიფიკაციები აუმაღლეთ საბავშვო ბაღებში, სხვანაირი გახდა სწავლება, თვითონ ეს აუსბილდუნგი რაც იყო აღმზრდელ მასწავლებლების, ის გახდა ასევე უმაღლესი სასწავლებლის პროგრამა, ადრეული ბავშვობა და ესე იგი საბავშვო ბაღებს ეგრეთ წოდებული საორიენტაციო გეგმა შეუმუშავდათ, დაიტესტა, მერე დაინერგა, გავიდა 10 წელი და ეხლა ვნახოთ, როგორ ემოქმედა ამან ბავშვებზე, როგორ ემოქმედა ბავშვების უნარჩვების განვითარებაზე, სასკოლო მზაობაზე და ასე შემდეგ. და კვლევა მაჩვენა, რომ ისევე როგორც 10 წლის წინ 10 წლის შემდეგაც ამ ყველა ღონისძიების შემდეგ გადამწყვეტი არის ისევ ოჯახი. ანუ ოჯახიდან რაც მოდის და მოაქვს ბავშვს ჩანერგილი, იმას გააღვივებს კარგი გარემო საბავშვო ბაღი, რომელზეც ვილაპარაკებთ, ეს რას ნიშნავს კარგი გარემო, მაგრამ ეს ბავშვი უნდა წამოიღოს აუცილებლად ოჯახიდან. ეს წარმოდგენა ზოგიერთი მშობლის ალბათ რომ სკოლამდელ განათლებას გადავაბარებ აღმზრდელებს საბავშვო ბაღში და სკოლის განათლებას გადავაბარებ სკოლას და მასწავლებლებს, ხო? არ გამოდის, იმიტომ რომ ის რაც ბავშვს მოაქვს, მხოლოდ იმისი განვითარება და აღორძინება და ხელშეწყობაა შესაძლებელი ინსტიტუციებში. პირდაპირ დაიდო ამ კვლევის შედეგი ამ სახით რა. ამიტომ უფრო პირველ რიგში ბავშვი ჭირდება მშობელი. ეხლა მშობლის გარდა ვინ უნდა შეუქმნას ბავშვს უპირველესი მოთხოვნილება ბავშვის არის უსაფრთხოება, ემოციური უსაფრთხოება, ხო? ამ დიდ და უცნობ სამყაროში, რომელშიც შემოდის ბავშვი, ახალი არსება, ეს ხო უზარმაზარი სამყაროა, ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობს. და უცხო გარემო, ხო? აქ ბავშვს უნდა ქონდეს პირველ რიგში ემოციური უსაფრთხოების, სტაბილურობის განცდა. ესე იგი არქეტიპული ნდობა, ხო, და გაუჩნდეს სამყაროსადმი. და ამას აძლევს მშობელი ბავშვს. ამას ვერც ბაღი მიცემს ბავშვს და ვერც ვერავინ. ამას მიცემს ოჯახი ბავშვს. ამ ბაზისზე, რომ ბავშვი არის ემოციურად უსაფრთხო, აქვს სტაბილურობა, თავისი ღირსების შეგრძნება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს კიდევ ჭირდება ძალიან ელემენტარული რაღაცა, ბავშვობა. ხო? ბავშვობა. და ეხლა ბავშვობას რომ ბავშვი ეხლა 0-დან 7 წამდე ბავშვობა აბა რა არის, ხო? არ არის ესე. იმიტომ რომ ბავშვობა არის პირველ რიგში სამყაროს შეცნობა, ხო? ბავშვი ეცნობა სამყაროს, მერე უკვე თავის შეცნობაზე გადადის რა, მაგრამ პირველადად ბავშვი ეცნობა სამყაროს, შემოდის სამყაროში ეცნობა სამყაროს და როგორ უნდა გაეცნოს სამყაროს ბავშვი, როდესაც უმთავრესი მისი დღის განმავლობაში, ყოველდღიურობაში განცდა და ახმარი დაკავშირებული smartphone-თან, ან სხვა სახის ეკრანთან. ხო? ეხლა მე პირდაპირ ვიტყვი, ამ საიტზე მიყავს ეს ამბავი. თითეული წუთი, რომელსაც ბავშვი ატარებს smartphone-თან, რომელიღაც ეკრანთან, არის მისი ბავშვობის და მისი განვითარებისგან ჩამოჭრილი, ან უფრო მძაფრად ვიტყვით, წართმეული წუთი. იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება ელემენტების შეცნობა მაგალითად, ხო? მიწის,
წყლის, ჰაერის, ცეცხლის. აი ცეცხლი რომ ანთებს ადამიანი, აი ცეცხლის კონტროლი, ცეცხლის ჩაქრობა, ცეცხლთან ურთიერთობა. ან მიწასთან ურთიერთობა, ხო? რამდენი საბავშვო ბაღის ბავშვი მოსულა ჩემთან და მე მაღალი კლუბი მაქვს გაკეთებული ამ ბავშვებს რომ ეს იმიტომ რომ არ აქვს სხვაგან საშუალება და აი მიწასთან იმიტომ რომ ეს მიწა არის რაღაც ესეთი უცვა ეს თვითონ ეს გზნობადი ახმახო შეხების აღქმაც ისეთი რაღაც სრულად გაუწყობელია და მე უკვე როდესაც ისწავლის ამ მიწაში ეს ხელები ჩავლებას აბურხბუხრავს ამ მიწაში უკვე სხვანაირად უკვე იქ მოდის რაღაც ენერგიების რაღაც ესე შემეცემა მე რაღაცას გავუტმერი ნარგავს აკვდება მე ეს ნარგავი ამოდის რაღაცა მცენარე ვითარდება და ეს ყველაფერი ხო ეს ხო ბავშვობის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ჩვენ ბავშვობაში ესე იყო ჩვენ გარშემო მქონდა ელემენტები ეს ელემენტები გარშემო მქონდა სამყარო რომელიც დასახლებული იყო დაწყებული რა ვიცი ხვლიკით ზღარბებით ჩიტებით რომლებსაც რაღაც ქათმებით მაგალითად ხო სოფეში შინაური ცხოველებით ანუ რა ვიცი ხა ბავშვობაში დავდებით მე და ჩემი ძმა თავკომბალებს ხო აი რაღაც თავკომბალ რა თუნდა ხა ბავშვი თავკომბალა ხო მაგრამ ვიჭერით ამ თავკომბალებს იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა სასწაული შემეცნება იყო იმიტომ რომ თავკომბალებს მე რაღაცა ფეხები მე კუდიზურებოდა მე გავყებოთ იქცეოდნენ რაღაცა სასწაული ანუ ძალიან ისეთ სრულად მშობლებისგან დამოუკიდებლად ვეცნობოდით სამყაროს ეს სამყაროს შეცნობა დღევანდელ ბავშვობაში ძალიან წირი გახდა. ანუ შესაძლებლობები გახდა წირი ამ სამყაროს შეცნობას. და ხო შეიძლება ესე თქვა სამყაროსა და ბავშვობის ჩადგა ეკრანი. ზუსტად. სამყაროსა და ბავშვობის ჩადგა ეკრანი და ჩადგა კიდევ ძალიან ზუსტად განსაზღვრული წარმოდგენა მშობლების და ამზდელების როგორი უნდა იყოს ეს ბავშვი. ანუ ბავშვი ხომ არის და შუაში დგას ბავშვის ხატი, რომელიც წარმოდგენა ბავშვი. აი როგორ უნდა იყოს ეს ბავშვი, უნდა იყოს წარმატებული ბავშვი, უნდა იყოს ყველანაირად. ეხლა დასავლეთში იქვე ვიტყვი ხა ჩვენთან კიდე რა სპეციფიკა დასავლეთთან შედარებით. რასაც ეხლა ბავშვებს უყურებ, ხო? რა ვიცი, საბავშვო ბაღის ასაკიდან დადიან სიმღერაზე, ცეკვაზე, ხალხურ ცეკვებზეც, ხალხურ სიმღერაზეც, რაღაცა სპორტზეც დაყავთ, ნუ ცხენებს იწყებენ ძალიან ადრე. გარდა ამისა, ნათესავებთან მიმოსვლაც ჯერ კიდევ შერჩენილია. თქვათ ეხა თუ სოფლად ბავშვს არ აქვს ამდენი შესაძლებლობა ესე წრეებზე იაროს და მასწავლებლებთან და რაღაცა ჯგუფებში ხო? სამაგეროდ იმას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ნათესავებთან, ალბათ მეზობლებთან თამაშის, ანუ რაღაცა წონასწორდება. ბავშვებთან იგივე თავის ხო, ბავშვებთან, ბავშვის სოციუმ დრესთან და ეხლა რა ხდება დასავლეთში ჩვენთანაც რა ტენდენციაა რომ ბავშვები თამაშობენ სად ერთად სათამაშო მოედანზე. სათამაშო მოედანი არის მშობლებისგან კონტროლირებადი არეალი, სადაც ბავშვები ერთმანეთთან კი არ თამაშობენ სინამდვილეში, ბავშვები ერთმანეთის გვერდით თამაშობენ და სულ მშობლების კონტროლის ქვეშ არიან, რომ აი კონფლიქტი თუ იქნება რაღაცა, მშობლები ერევიან, ამას ყველაფერს აგვარებენ და აქედან გამომდინარე სოციალური უნარჩვევები, რაც სოციუმში ბავშვს სჭირდება და ბავშვობიდან ამ ურთიერთობებში იძენს სწავლობს ხომ არ არის მოცემული ამ სათამაშო მოედნებზე მართლაც და სხვაგან კიდე ბავშვს იქაც არის ცხადია სპორტის და მუსიკის და ასე შემდეგ სწავლის შესაძლებლობები მაგრამ ისეთი რა თქვა ხა მასიური ხასიათი როგორც შეგიძლია საქართველოში ამას არ აქვს ამით ცოტათი ბალანსირდება ქართველი ბავშვის ბავშვობა. აი, ჯერ კიდევ ბალანსია ოღონ იმათთან შედარებით. ეხლა თვითონ რა აი
დასავლეთს თავი დავანებოთ და გადმოვიდეთ ხოლოდ საქართველოს თაობებზე, აი ხა ახალ თაობებზე, მაშინ უკვე აღარ გვექნება დაბალანსირებაზე ლაპარაკი, ხო? მაგრამ იმათთან შედარებით ვაღებ. ეხლა როდესაც იქაურ სპეციფიკაზე ვლაპარაკობთ, ის სპეციფიკა რითი არის გამოწვეული? იგივე დიგიტალური განათლება, ხო? უფრო ადრე დაიწყო იქ. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩით არა მარტო დიგიტალურ განათლებას, არამედ საერთოდ ტექნიკურ განვითარებასაც 1-20 წლით მაინც ვიყავით ჩამორჩენილი, როცა საზღვრები გაიხსნა და დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? ეს და აი ჩვენ როგორი სიტუაცია შეიძლება გქონდეს, როდესაც უკვე დასავლეთში, სადაც ეს ტექნიკური განვითარება მოხდა რაღაცა შეწყობილად საზოგადოებასთან, იქაც კი აღმოჩნდა, რომ ტექნიკა ვითარდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე საზოგადოება ვითარდება ჰუმანური და მორალური თვალსაზრისით. იმიტომ რომ ამ ტექნიკის განვითარებას ფეხი ხო უნდა შეუწყოს საზოგადოებამ, რაც უფრო ვითარდება ტექნიკა, მით უფრო ჰუმანური, მით უფრო ქრისტიანული, მით უფრო ადამიანური, ხო? მით უფრო მორალური უნდა გახდეს საზოგადოება, რომ ამ ყველა ცდუნებას, რაც დაკავშირებულია ტექნიკურ განვითარებასთან, ამ დიგიტალიზაციასთანაც, ხო? ამ ყველაფერს ფეხი შეუწყოს. და ესმით ფეხი შეწყობა როგორ, უბრალოდ ესმოდათ, ხო? ფეხი შეწყობა როგორ, რომ დიგიტალური და ტექნიკური რევოლუცია ხდება, ეს განვითარება ხდება, ფეხი შეუწყოთ, რომ ჩვენ გვესმოდეს და ფლობდეთ. ავითვისოთ, ფეხი შეუწყოთ და ავითვისოთ ეს ტექნიკური განვითარება, ხო? და ძალიან მალე დაახლოებით 20 წელიწადში გამოჩნდა, რომ ეს ფეხის შეწყობა თავპირის მტრევაა. იმიტომ რომ ვერ შეუწყობ. იმდენად სწრაფად ვითარდება. ეს ვითარდება ისე სწრაფად, რომ ვერავითარ ფეხის მოტეხვა ეგ რა, იმიტომ რომ სულ ეცემი და ისე ვდგები თავპირდამტვრული და ისე ვცდილობ რომ შეუწყო. მოკლედ ეს გზა მიდის გადაჭეხვისკენ. ანუ ტექნიკური განვითარება არის ძალიან სწრაფი, ადამიანებმა ანუ ყველანაირად ცადეს. ფეხი შეეწყოთ ამ გაგებით, არ გამოუვიდათ და ეხლა დანიის განათლების მინისტრმა მაგალითად შარშან წინა საშობაო ინტერვიუში დანიის ახალგაზრდებს ამ თაობას, რომელმაც ეს დიგიტალიზაცია სკოლებში და ასე შემდეგ გამოიარა და მიშვებული იყო ინტერნეტზე და ტექნიკაზე როგორ თავისუფლად ბოდიში მოუხადა. ბოდიში მოუხადა ახალგაზრდობას, რომ ასე დაუცველები დიდი ექსპერიმენტის ნაწილი გახადეს. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან. და ფაქტიურად მე შეეცადნენ, რომ რა გაეკეთებინათ, რომ ეხა ბავშვები ეს არ გამოგვადგა გაზრდა სუიციდების, დეპრესიების, შრომის უუნარობის და ასე შემდეგ პროცენტი ძალიან სწრაფად და ძალიან შემაშფოთებლად და რა გზას მიმართა ეხლა თქვა დანიამ, ხო? 16 წლამდე მე მგონი აკრძალა სოციალური მედიები სკოლებში მაგალითად. და რა ხდება ეხლა პოლიტიკა როდესაც რაღაცას აკონტროლებს, იმას მივყავართ სულ ასეთ შედეგამდე. როდესაც აკრძალვა ესეთი განათლებაში შემავალი პროცესის ამას მივყავართ სახელმწიფო კონტროლად. ანუ სახელმწიფო მე გაკონტროლებს თელიანად. მე უკვე გაკონტროლებს იმითი არა მარტო ბავშვებს აკონტროლებს თუ შედიან თორა ისინი არასრულწლოვანები იმ ნუ ბერკეტებს ფლობს უკვე. ანუ უკვე ყველაფერს სად შედიხარ, რას ყიდულობ, რა გაინტერესებს, ანუ უკვე ვეღარ გაინძრევი დიგიტალურ სამყაროში, ანუ გამჭრვალე ხარ უკვე იცის სახელმწიფომ და ვინც დაინტერესებულია კიდე გარდა ამისა, სად ხარ, რას აკეთებ, რა გაინტერესებს, ვისთან კონტაქტობ და ასე შემდეგ. ანუ ტოტალიტარ კონტროლამდე მივდივართ, ხო? ამიტომ არ შეიძლება ეს საქმე და ეხლა ლაპარაკი მაქვს ბავშვების განათლებაზე და იგივე ბავშვების ურთიერთობა დიგიტალურ სამყაროსთან და ბავშვების ურთიერთობა ინტერნეტთან, ტექნოლოგიებთან არ შეიძლება გადავაბაროთ პოლიტიკას. ეს ისევ და ისევ ბრუნდები მშობლებთან.
ეს არის მშობლების საქმე. მაგრამ ეხლა რა ხდება? ეს მშობლები, რომლებსაც ეხლა შვილები ყავს, როდესაც დავიწყე საუბარი, არიან იმ სათამაშო მოედნებზე გაზრდილი ბავშვები. და იმ ეკრანებთან, სმარტფონებთან გაზრდილი თაობები. კი, ეს თაობა. რომელსაც სხვადასხვა რაღაცებს უძახიან ჯენზის თაობას, ხო და არის ახლა ესეთი თაობა შიში, ესეთი სახელები, სხვადასხვა სახელს უგონებენ ახლა ამ თაობას, რა უამრავი რაღაცით არიან დატვირთული, ხო? აი თაობა შრომის უნარო, მაგალითად ასე მთელი ბესტსელერი გამოდის მაგ საკითხზე, თუ რა თაობა წამოვიდა და რა დიდი დეფიციტებია ამ თაობაში. და აი ამ თაობას, რომელსაც თვითონ ქონდა ეს დეფიციტი, როდესაც აი მშობელმა, პირველმა მშობელმა რომელიც თქვა, რომ აი ხლა კი მინდა რომ სარეცხი გარცხო იქ საჭმელი მომზადო, მაგრამ ეს ფეხებში მედება რა და აი დაჯდეს და მულტფილმს უყუროს. ან ტელევიზორთან ან მივაწყდოთ ეს ტაბლეტი, ან ეკრანთან ისე. რამე ეკრანთან დაჯდეს და მე მშვიდად გავაკეთო საჭმელი, გავფინო სარეცხი და მოკლედ სახლის საქმეები რაც ყველა მშობელს მაინც გასაკეთებელი აქვს, ეს გავაკეთო, ხო? და ამ მომენტში ყოველდღიურობიდან ჩამოაშორეს ბავშვი. და არა და ბავშვი არის არსება, რომელიც მიბაძვით სწავლობს. მიბაძვით სწავლობს, თუ არ დაინახა რას აკეთებს. თანაც როგორ სწავლობს, იცი ახლა ბავშვს რომ სანამდე ბავშვი პატარაა, ხო და რომ კითხულობ, ნუ ესე იგი თავზე გადაგახტება, იმიტომ რომ არ ესმის რას აკეთებ. აი ხო ჩაჩერები ხარ ამას, რას აკეთებ. ანუ მისთვის ალოგიკურ რაღაცას ვერ იგებს მოკლედ რა და ამიტომ ემართება ეს ფოტო იგივე ტელეფონზე ლაპარაკი ბავშვისთვის ყველა მშობელმა იცის რომ ტელეფონზე დავიწყებ თუ ლაპარაკს ატყდება ერთიან ბავშვი ხო იმიტომ რომ რა ხდება ესეთ რაღაც გაუგებარ პროცესშია ჩემი მშობელი და ბავშვი ვერ იგებს ანუ მაგა ხო არ მივდივართ იმ პრობლემამდე რომ აი ეს თაობა მშობლებისა რომლების პრობლემასაც წარმოადგენს შვილებთან კონტაქტი და შესაბამისად ბავშვების პრობლემად გადაიქცევა გარკვეული აღზრდა უნდა მიიღონ მათ როგორც მშობლებმა უკვე როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა რომლებიც შედიან ქორწინებით საოჯახო კავშირში და უნდა მომავალი თაობა შვან და ან უკვე ეს ბავშვები და მათ ჭირდებათ რაღაცა გარკვეული საგანმანათლებლო ან პროგრამა ან რაღაცა საკვალიფიკაციო როგორც მშობლებს რომ მათ იცოდნენ როგორ შეიძლება აწყოთ მაგალითად ეხლა ჩვენ თაობაში ეს პრობლემა არ იყო მე მახსოვს დედაჩემი როცა რეცხავდა იქვე პატარა ტაშტი ნუ მე ხა გოგონა ვიყავით და ჩვენ დები ვიყავით ხა ბიჭის ეს არ ვიცი ბიჭი ალბათ მამასთან რაღაცა იარაღით იყო დაკავებული მაგრამ ჩვენთვის იქ იყო პატარა ტაშტი სადაც ასევე საბავშვო საპნით აი ეს ჩაგვისხავდა წყალს ხელებს ვაჭყაპუნებდით ყოველ შემთხვევაში და ვხედავდი დედას გვერდზე იგივე საქმიანობა იგივე სამზარეულოში მე მაგალითად გოგოც და ბიჭი სხვათა შორის მე ხო ორივე მყავს გოგონა ბიჭი ქვილს ჩაუყრიდი ვინაიდან მე სამზარეულოში ვტრიალებდი და იქ უნდა მესაქმიანა ჩაუყრიდი ქვილს და ან აი მიწასთან კავშირი რო თქვი შენ ხო არ იყო მიწასთან კავშირი 90-იან წლები მოგეხსენება ჩვენ აქ როგორი გავიარეთ ხო სიბრდელეში პირდაპირ ღერღილს ან სქვილად დაღერღილ ჭადის ქვილს დავუყრიდი ბავშვს აი მასე ცელოფნის გადასაფარებლიან ხამიჩაზე და რომ აი ხელებით აი შეხებაში მოსულიყო და შეგრძნებაში მისცემოდა ხუთი გრძნობის ორგანო ხო აქ ეს ხო უნდა დაკმაყოფილდეს ხო ანუ მივდივარ იქამდე და აი ამ შეკითხვას გაძლევ აი ეს მშობლებისთვის ხომ არ გაკეთ ან ხომ არ უყლებიათ ამ ხრივ ან ხომ უკვე არ არსებობს დასავლეთში ამის გამოცდილება რომ მშობლებისთვის რაღაცა კვალიფიკაციო სააღმსდელო ვინაიდან ორიენტირი არ გააჩნიათო შენ თქვი ხო მათ არიციან ორიენტაცია აქვს დაკარგული ზღვა ინფორმაციაში რომელს გაყვნენ რა აიღონ სახელმწიფო პრინციპად რომ ეს ბავშვები წამოჩიტონ და მოამზადონ სკოლამდელი აღზრდა განათლების დაწესებულებისათვის არსებობს რა თქმა უნდა მშობლების მოსამზადებელი კურსები და არსებობს სკოლებიც სადაც შეუძლიათ ლექციების მოსმენა, რაღაც ვორქშოპები და ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ
ფაქტიურად ძალიან სასწრაფო და აქტუალური პრობლემებია და ეს არის ყველაზე ისეთი მოკლე გზა, აი უცებრად შეიძლება გააკეთო რა ამ სიტუაციაში. მაგრამ ძირფესვიანი პრობლემა მაინც ის არის, რომ მშობელი, ნებისმიერი მშობელი, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილია. და მშობლების საზოგადოებრივი ცნობიერება არის მთავარი პრობლემა. ანუ, როდესაც მშობელი ამ თავის წარმატებულ, კარგი კარიერის და ყველანაირად უზრუნველყოფილ ბავშვზე არის ორიენტირებული და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ბავშვისთვის, რაც გონია რომ ეს კარგია. ამ დროს რა ხდება, რომ როგორც ამ ყველა კვლევამ მაჩვენა, ბავშვები არიან ეგოცენტრირებული, სხვების, აი იგივე შელის გამოკითხვაშიც არ აინტერესებთ სხვების კარგად ყოფნა, ცუდად ყოფნა, ანუ თავარი რომ თავისი მიზანი გაიტანონ. ანუ ესეთი ეგოისტების თაობა იზრდება ასეთი კარიერული წარმოდგენებით მშობლების რა, რომ აი მე ჩემი უნდა გავიტანო და დაყვებით აქეთ-იქით და მივახციო ჩემს მიზანს, ხო? და მშობელი კი არ ეკითხება თავის თავს, რომ აი ჩემი შვილი რო ესეთია და იმისი შვილიც რო ესეთია და ყველა რო ესე ვთით ამ ბავშვებს. ეს ბავშვები როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ? ანუ მინდა მართლა რომ ისეთ საზოგადოებაში იცხოვროს ბავშვმა, ჩემმა შვილმა როცა გაიზრდება, რომ ეს საზოგადოება იყოს დაკომპლექტებული კარიერისტი ეგოისტებით და შედეგებზე და პროფიტზე ორიენტირებული საზოგადოება იყოს, იქნება ჩემი შვილი ასეთ საზოგადოებაში ბედნიერი, არის ეს საზოგადოება დაერქვევა ამას ჰუმანური საზოგადოება, ექნება ამ საზოგადოებას რაღაცა ქრისტიანული შერჩენილი. აი ამ ყველაფერს ხომ მშობელი არ კითხულობს, ეს საზოგადოების ცნობიერება არ არსებობს. პასუხისმგებლობის განცდა, რომ რამხელა რაღაცა თაობას ვთი, შვილს ვთი, ისეც რომ მამაც უნდა შექმნა მომავალი საზოგადოება. ეხლა მშობელი რომ იტყვის, რომ კარგი, ეხლა მე გავზდი ესეთი ჰუმანური ღირებულებები ჩემ შვილს, მაგრამ სხვები რომ ისეცია მე ჩემი შვილი დაიჩაგრება. არის ასეთი ხო შეიძლება ესეც თქვას. მაშინ ესე იგი რაღა დაგვრჩენია, ის რა დაგვრჩენია, რომ თვითონ საზოგადოება მშობელია თუ არ არის მშობელი, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს რა საზოგადოებისკენ მივდივართ, როგორი საზოგადოება გვინდა ავაშენოთ და რა ორიენტირი გვაქვს ამ გზაზე. ანუ ამას უნდა მიეძღვნას ტელეგადაცემები, ამას უნდა მიეძღვნას პუბლიკაციები, ამაზე ორიენტირებული უნდა იყოს მთელი განათლების სისტემა დაწყებული აი ამ ფუნდამენტის საფეხურიდან, რომ აი ეს აზრი, ეს განწყობა ამასთან დაკავშირებული კვლევა იქნება სამეცნიერო თუ პუბლიკაცია იქნება თუ აი ესეთი დიალოგები იქნება, შეხვედრები იქნება, ამაზე უნდა ორიენტირდეს საზოგადოება, რომ მომავალს გახედოს და ჯანსაღი მომავალი შექმნას. მაგა ჩვენ აი ძალიან დიდი დრო დაუთმეთ და ვერც მოწყდებით ალბათ ამ მშობლების თემას, მაგრამ აი ეხლა ისე ვიყურე სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში მოდის ავად თუ კარგად ეკრანს მიჯაჭული ბავშვების თაობა. აი რა ჭირდებათ, მათ რა უნდა დახვდეთ აი ამ სკოლამდელ დაწესებულებაში აღზრდელების სახით, მოდი ასე ვთქვათ, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვთ, როგორც აღზრდელების სახით, ასევე იმ სივრცის სახით, რა სივრცეში მოდიან ისინი და ამ სივრცის შემადგენელი ელემენტები რა არის, ასევე იმ სივრცის სოციუმით ანატოლების სახით. ანუ აი რა უნდა დახვდეთ, რა ხვდებათ უფრო სწორად, რა ხვდებათ მათ, აი როგორია დღევანდელი მდგომარეობა და აი ესე რომ გადავიდეთ თანდათან ადრეულ სკოლამდელ ასაკამდე, იმიტომ რომ მე არის გვიანი სკოლისთვის სასკოლო მზაობის ასაკი, ხო? აი ხა ჩვენ ჯერ ძალიან დასაწყისში ვართ. აი ასეთი ავად კარგად გაზრდილი ბავშვების თაობა, დიგიტალიზებული, ეკრანებს მიჯაჭული, მიდის საბავშვო ბაღში. რა უნდა დახვდეს მას? ორი გზა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრაქტიკაში გვაქვს. ერთი გზა არის
არ შევდივართ კონფლიქტში ამ ეკრანზე მიჯაჭვულ ბავშვებთან, არამედ ამ მათ ეკრანზე მიჯაჭვულობას მათი აკადემიზაციისთვის ვიყენებთ, მათი შედეგებზე ორიენტირებული განათლებისთვის ვიყენებთ და აი ლეპტოპები საბავშვო ბაღებში უკვე არსებობს სასწავლო პროგრამებით. როდესაც ჩემი ახალგაზრდა ამბზელი მოდის და მეუბნება რომ იცი რა მოდი აი ეს სახელიც კი დამოვიწყდა რაღაც ესეთი ფიგურები ვიყიდო თუ რა მოკლედ მეუბნება მეთქე რა ფიგურები ჩაუღრმავდი ამ ამბავს და ნუ აღმოჩნდა რომ ალექსას მსგავსი პატარა ყუთია სადაც ესეთი ყვავის ან დათვის ან რაღაცა ესეთი ფიგურა იდგმება და მე ეს ფიგურა უბრალოდ ეს ალექსა ყვება ან ზღაპარს ან ამბავს ან მღერის ან რაღაც ანუ ბავშვის გართობის და ვითომ სიმღერას და ვითომ შემეცნების ესეთი ფსევდო რაღაცა ტექნოლოგია. მე ვთქარ კი, მაგრამ ჩვენ რისთვის ვართ აქ? ანუ რაში მჭირდება ალექსა, რომ ბავშვთან მქონდეს ისეთი ურთიერთობა, სადაც მე შევძლებ მოყოლას, ზღაპრის იქნება თუ ამბის იქნება. სად არის, როდესაც ამ ტექნოლოგიასთან გვაქვს კონტაქტი, უბრალოდ ბავშვს აქვს კონტაქტი. სად არის აქ ცოცხალი სიტყვა? სად ხედავს ბავშვი აქ მომყოლის მიმიკას თხრობის დროს? სად სწავლობს საერთოდ ამ მიმიკებთან და გზნობებთან და ემოციებთან დაკავშირებულ ნონვერბალურ მეტყველებას, ხო? ანუ უსიტყვო მეტყველებაც ხო არსებობს? ეს მიმიკების სახით მეც ვერ ვხედავ ბავშვებს ვერ ვხედავ ახლა კონცენტრაცია ცოტათი ისე დაუვარდა კონცენტრაციაზე კიდე ცალკე შეიძლება მთელი თემის გაკეთება მაგრამ ახლა ჩემი ხმა ცოტა უნდა ამაღლდეს უფრო თეატრალურად უნდა მოუყვერო ბავშვი ისევ შემოვიყვანო ამ ბავშვი ხო ანუ ეს ხო ცოცხალი ურთიერთობა აღმზრდელსა და ბავშვს შორის ამას როგორ ჩაანაცვლებს გინდაც ისეთი იყოს ძველად ხო იმაზე გინდაც ეს კასეტები იყოს რაც არ უნდა იყოს ვერაფერ ვერ ჩაანაცვლებს ამ ცოცხალ ურთიერთობას მაგრამ გზას მიყვებიან ამ გზასაც დასავლეთში ანუ აი იქ სასწავლო პროგრამების დატვირთული ლეპტოპები იქ საბავშვო ბაღში ბავშვების ხედან და საფშვის ხომს ხედან მე საბავშვო ბაღში მოდიან და მე იქ ხედან ეკრანებთან ძალიან კარგ ზნობენ თავს ამზელები ძალიან კარგად ზნობენ თავს ამიჯაჭულები ბავშვები არავითარი კონფლიქტები არ არის და თუ ეხლა ზღაპარი და სიმღერა და რაღაცა იქ კიდევ თავისი ტექნოლოგიები ნუ ეს გზა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ეს ბავშვების განვითარებისთვის არის ეს თაობა კიდე წამოვა ეს თაობა აი რომელიც ესე იზრდება როგორც ძალიან დიდი პრობლემა მომავალი საზოგადოებისთვის და სხვანაირი გზა რომ მეორე გზა რისი გასვლაც შეგვიძლია და რომლის რაღაცა ნაწილები მე აი აქ საბავშვო ბაღებში მაქვს დანახული შემჩნეული და გაკურებულიც ვარ და მოყოლიც მაქვს დასავლეთში მაგალითად რომ საჯარო ბაღებს ყავთ მუსიკის პედაგოგები ეკთნები ზოგიერთ ფსიქოლოგიც ყავს კონცერტები ტარდება სისტემატურად ესეთი ზეიმები ბავშვები სწავლობენ სცენაზე დგომას სიმღერას ცეკვას მეტყველებას ჩვენ რაღაც გარკვეული მუსიკის პედაგოგი იქ რო თქვი რომ მუსიკის პედაგოგი ყავთ საჯარო სკოლებში ესე იგი თეთრი შურით ცხადია მაგრამ გულ შევეყავთ რომ ესე იგი როგორ მუსიკის პედაგოგი ეგეთი ლუქსუსი რანაირად და ჩვენთან ეს გადმოყოლილია ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროიდან და ახალი საბავშვო ბაღები ხა კერძო საბავშვო ბაღები რაც იხსება იმათთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი ვიცი რომ ეს საჯაროში არის მაგრამ საჯაროს აქვს შემდეგი პრობლემა ძალიან ბევრი ბავშვია ერთ ჯგუფში და მივედით ახლა ამზელების პრობლემასთან როგორც იქ ასევე აქ აი აქ არც მჭირდება მიხედვით რომ მაინც ველაპარაკე არც მჭირდება ამზელებთან ლაპარაკი იმისათვის რომ ვიცოდე რომ ამზელის პროფესია აი 20 წლის წინანდელთან შედარებით მაგალითად ხო გაოთხმაგებულად გართულდა იმიტომ რომ ბავშვები არიან გაოთხმაგებულად გართულებულები დამოკიდებლები არ არიან გაწონასწორებელი ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება ემოციური საფრთხეების გარეშე მშობლების მხრიდან ბევრი გაშორებული დანგრეული ოჯახები ან პაცროა ოჯახი ან საზოგადოებრივ წასული მშობელია დიდი ტრაგედია აი იქაც არის ეს მარტო ხელმშობლების დიდი პრობლემა რომლებიც თან მუშაობენ თან
ბავშვის აღზრდასაც ვეღარ ასწრებენ, ბავშვისთვის დროის დათმობას, არიან სულ დადგმულები რაღაცა სიდმისის ქეჯით, რომ აი ბავშვი მასა, მაგრამ აი ეს შრომაც აუცილებელია, ისეთი ცხოვრება შეიქმნა, ისეთი გარემო პირობები შეიქმნა, რომ მშობლებს რომ მურტყავს, სიამბილეში ბავშვი აქვს მიზანში. ხომ გესმის? და ეს აღმზრდელები არიან სწორედ ამ დარტყმის ქვეშ. ორმაგად იღებენ დარტყმას, ანუ საზოგადოების მოთხოვნილებიდანაც და პლუს ბავშვებთან ურთიერთობის შედეგად ძალიან გადაღლილობის საფუძველზე, იმიტომ რომ თანაფარდობა მასწავლებლის, აღმზრდელმასწავლებლის და ბავშვების, ხო? აქ როგორც ვიცი არის სადღაც 10 ბავშვია ალბათ, თუ 15 არა თითო აღმზრდელზე. და იქ არის ასაკის დამიხედვით, ანუ პატარა ასაკში ერთი აღმზრდელია 3 ბავშვზე, ბაგაბაღის ასაკში 3 წლამდე და 3 წლიდან უკვე 8-დან 9 ბავშვი არის ერთი აღმზრდელი და არის ძალიან დიდი ნაკლებობა აღმზრდელების, იმიტომ რომ ვერ უძლებენ აღმზრდელები. არიან გადამწვარი, სულ ავად, აი საშინელი მდგომარეობა ბაღებში. დატვირთვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს თანაფარდობა ბავშვებთან უნდა გაზრდილიყო, არის როგორც 20 წლის წინ იყო და აღარ არის ეს საქმე. თაობაში ჩვენთანაც იგივე. ჩვენთანაც ზუსტად იგივე მდგომარეობა. მაგრამ აი რა პროფესიულ უნარებს უნდა ფლობდეს აღმზრდელი, მით უმეტეს აი ესეთ რთულ პირობებში და რა ადამიანურ მონაცემებს. ამიტომ რომ ხა ეს ყველას არ შეუძლია მოგეხსენება. რა ადამიანურ მონაცემებსაც არ უნდა ფლობდეს აღმზრდელი, თუ არ შეექმნა გარემო ამ ჩვევების და უნარების და ცოდნის და ამ თავისი აი რასაც მართლა რომ უხარია იმ საქმის კეთების. ის გარემო თუ არ იქნა, ნებისმიერი აღმზრდელი განწერულია გადაწვრის და როდესღაც ხელის ჩაქნებისთვის. ხო, არ გვინდა ესეთი აღმზრდელები, მაგრამ აქეთკენ მივდივართ. ეხლა შენ ვამბობდი, როგორი გარემო უნდა კონდესო, ხო? აი ახლა იგივე ელემენტებზე, იგივე რაც შენ მოყევი შენი ბავშვობიდან, იგივე რაც შემიძლია ჩემი ბავშვობიდანაც თქვა, როგორ ვეცნობოდით სამყაროს. აი ეს სამყაროს შემეცნების თელი გზნობადი ორგანოებით სამყაროს შემეცნების დამოუკიდებლობისგან ბავშვის სწრაფვა, ხო არსებობს არა? და აი ეს დამოუკიდებლობისგან ბავშვის სწრაფის ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. უნდა ხდებოდეს ისეთი უნარჩვევების გამოშვება, რომელიც ბავშვი თვითონ სწავლობს, უხარია. ადამიანი არის სწავლის მოყვარე თავიდან, ესე იბადება, ინტერესიანი არსება, სამყაროს უყურებს და ბევრი რაღაცის სწავლა უნდა, სწავლა არის მისთვის სიხარული. აი პირველად თავის თითებს რო აღმოაჩენს, იმის შემდეგ აგირებული არის სიხარული. რომ თითებს აი ეს სწავლის სიყვარული სასკოლო განათლების დასაწყის ეტაპზე, სადღაც სანამ გადავალთ, აი სანამ საბაზო დამთავრდება, ნელ-ნელა ქრება და კლებული. არა მარტო სასკოლო ასაკში, უკვე სკოლამდელ ასაკში მშობლების მიერ ამ შედეგებზე ორიენტირებული აღზრდის გამო და აკადემიზაციის გამო ბავშვების, რომ აი ყოჩახ შენ 2-4 თუ რაც არის ეს უკვე იქ ხდება, იქ უკვე ამ შედეგია მთავარი. ეს სწავლის პროცესი კი არ מחარებს, აი შედეგი უნდა დავდო. ამით უკვე სკოლამდელი ბავშვიც არის კონფრონტირებული ამ ჩარჩოშია და იმიტომ, ხო, გარკვეული ჩარჩოა სტომილებასთან, ხო? და ჩარჩოს ერგება თვითონაც. მაგრამ აი ხა ჩვენ ძალიან ბევრი სასაუბრო გვაქვს, რასაკვირველია და ჩვენი ეს პოდკასტები გაგრძელდება. ეხლა ძირითადად ჩვენ დაუთმეთ მაინც ზოგადად მიმოხილვა გვინდოდა, მაგრამ რაღაცა ნაწილი კვლევებს და რაღაც ნაწილი მშობლების თემა იყო გააქტიურებული და თვითონ ბავშვის მდგომარეობა. და აი ის თუ როგორ წარმოგიდგენია აი განვითარების ზოგადი ჩარჩო, თქვათ აი სისტემური ხედვა როგორი უნდა იყოს ამ ეტაპზე. ალბათ ჩვენ მომავალ პოდკასტებზე აი ეს დიდი თემა ჩარშლით ამ თემას რასაკვირველია და აუცილებლად დავუბრუნდებით აგრეთვე პროფესიონალიზმს აღმზრდელებში როგორ უნდა მოხდეს მათი მომზადება, ვინც არის უკვე მათი გადამზადება, საკვალიფიკაციო კურსები, ვინ უნდა მოამზადოს. აი ხა ქართული სინამდვილე მაქვს ფედერალობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს შენი და შენი მსგავსი პატრიოტი და მოწადინებული და აგრეთვე კვალიფიკაციის სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანების რომ შეიქმნება გარკვეული ჯგუფი და აი ვინც უნდა მოამზადოს პედაგოგები
აი ამათი საკვალიფიკაციო კურსები დავხვეწავთ ალბათ ერთად თქვენ პროფესიონალები და რაღაცა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. მაგრამ უღრმესი მადლობა მოაღრესად საინტერესო შესავალი საუბრისთვის, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენს მომავალ პოდკასტებს აი ამ ჩაშლილ თემებზე. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. აგრეთვე მადლობა. დავემშვიდობებით ტელემაყურებელს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეთერში იყო საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. უყურეთ ახალ რუბრიკას განათლების საძირკველი. ჩვენ ახალ თემებზე გესაუბრებით მომავალში.